4 კილომეტრი ალბათ. თქვენ ყველაზე პირველი ხართ, თქვენს უკან თითქმის არავინ არ. ვიცი. სექტემბრის ბოლო კვირადღეს მსოფლიო საზოგადოებამ და მათ შორის საქართველომ გულის მსოფლიო დღე აღნიშნა. იმ დღეს 30 სექტემბერს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა შეწყდა და ასპარეზი მარათონელებს დაეთმო. ასეთი ფორმით აღნიშნეს ეს თარიღი თბილისში, რომლის ორგანიზატორები საქართველოს გულის ფონდი და დედაქალაქის ხელმძღვანელობა გახლდათ. გულის დღე კარდიოლოგთა მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით უკვე მეორე წელია, რაც აღინიშნება და მისი დევიზია გულის სიცოცხლისათვის. Ჩარშამ პირველად ჩადარდა მსოფლიოში ეს დღესასწაული, ამ დღესასწაულს გამოვეხმაურეთ ჩვენ, ძალიან აქტიურად ჩავატარეთ, მაგრამ წელს უფრო მასშტაბურია ეს ღონისძიება. ჩვენ ორგანიზაცია გავუკეთეთ, როგორც ხედავთ, აი ამ ხელა დიდ სპორტულ ღონისძიებას, მაგრამ მარტო სპორტული არ არის ეს ღონისძიება. სამეცნიერო კონფერენცია შედგება კულტურული დღესასწაული, ეკლესია აქტიურად მონაწილეობს. 7 ეკლესიაში არის ლოცვა, საღავლენად ჩვენი მოძღვრები, ჩვენი გულების გადასარჩენად და ჩვენი სიყვარულისათვის. მარათონში 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის ყველაზე პატარა 5 წლის გახლდათ, ყველაზე ასაკოვანი კი 72-ის. ასაკის მიხედვით მარათონი ახალგაზრდებმა ვაკის პარკიდან დაიწყეს, ხოლო ხანდაზმულები ფილარმონიიდან შეუერთდნენ მათ. ოპერიდან მარათონელებს თავიანთი ძალის გამოსაცდელად ორგანიზატორებიც გამოყვნენ. პირველი ფინიშს 34 წლის ჰამლეტ მამიკონიანი მიუახლოვდა. მე 20 წელია ვარჯიშობ აქტიურად. და ყოველთვის ესეთი შედეგი გააქვს? კი, ახლა ბოლო წლებში უკეთესი შედეგები დავიწყე, ჩვენება უკეთესი შედეგების. ალბათ გამოცდილება უფრო მომემატა და ამიტომ. კიდევ ერთხელ გილოცავ. მადლობს, დიდი მადლობა. ძალიან დაიღალე? მაგრამ რამდენი გაირბა? რა ვიცეო დათვალე. საერთოდ თუ გირბენი? კი. დიდი ხანი არ მივერი. მარტო ფეხბურთს თამაშობ, ისე ძნელია. ობა არ დაგცეთ ფურცელი. ძალიან ძნელია. ბატონი ირაკლი თქვენ? რა. ძალიან დაიღალე? არა უშავს. ძო ფეხბურთი ვითამაში 1-3 დღის წინ და გუნდთან ერთად ვარჯიშობ რაღაც ცოტას და ასე რომ თითქოს არ დავიღალე. ასე თუ ისე შეიძლება ითქვას. ვიღავი. თქვენ სამში რომელი იყო პირველი? ჩემ სამში ვიღავი. მეორე. დილოთ. მადლობა. ალბათ ასაკის ბრალია რომ ბატონმა ირაკლი მოგათ. ასაკის თამაშობს ამას გარკვეულობას და ნავარჯიშებულობაც. ირაკლი მაინც სპორტსმენია და როგორც ყობა. აქტიურად ეწევიან უფრო სპორტს და ეს რო ყოფილიყო დაახლოებით 10 წლის უკან. ნამდვილად არ იქნებოდა ესე გაჭირებით მოსარვენი. ფინიშთან კოლეგებს დედაქალაქის მერი ელოდა. იგი მარათონელებს დასკვნით ეტაპზე შეუერთდა. ესეთი ღონისძიებები ალბათ ამეთანხმებით, რომ ყოველ დღე უნდა ტარდებოდეს ქალაქში. მაშინ გვიმართლა ერი გაჯანსაღდება და როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. ყველამ უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა სპორტში და მე მის განვითარებაში. თქვენ დღის რომელ მონაკვეთში ვარჯიშობთ? მე დილით ვარჯიშობ, როცა მერიისაგან ჰერი-ჰერით სახლიდან მოვდივარ ფეხით. გამარჯვებულები ასაკის მიხედვით გამოვლინდნენ. ახალგაზრდებში პირველები ქეთევან აბრამიძე და ჰამლეტ მამიკონიანი იყვნენ. 50 წელზევით კი თინა თინდოლიძე და ზურაბ ჯაფარიძე. გამარჯვებულები სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ. დიდი დიღმის გაზიფიცირების საკითხი უკვე მერამდენედ დგას დღის წესრიგში. ქალაქის მერი თავად გაეცნო გაზმომარაგების სქემას, გენერალურ გეგმას და ხარჯს აღრიცხვას. საქართველოში აწყობილი იტალიური წარმოების მრიცხველები, რომლებიც გარეთ აივნებზე დამონტაჟდება, მოსახლეობისთვის უფრო უსაფრთხო და კომფორტული იქნება, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში ინდივიდუალური გადაკეტვა ადგილზევე მოხდება. მოსახლეობის გულის ტკივილის სიძვირესთან დაკავშირებით სავსებით გასაგებია. სწორედ ამიტომ ქალაქის მერიამ 200,000 ლარი გამოუყო თბილგას დახმარების სახით, რომ დიდ დიღომში ბუნებრივი აირი შესულიყო. ოჯახში ვინც მარტოხელა პენსიონერია, ხო, მრავალშვილიანია. ამათ კიდევ მე დავეხმარები ქალაქის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით. მაგრამ ვისაც არ უჭირს მეზობლება, ყველამ კარგად იცით, ვის გიჭირთ, ვის არ უჭირს. აი იმ ხალხს მე ვერ დავეხმარები. ეხლა თქვენს ვერ გეტყვით. თუ რამე ეჭვი გეპარებათ ხარჯ-აღრიცხვასთან დაკავშირებით, აქ არიან თქვენივე რჩეული ხალხი, ექსპერტები მუშაობენ, ერთად კიდევ გაიარეთ თეთრია ისიც კი დაითვალეთ. ზოგ კორპუსს შეიძლება ქონდეს 135 ლარი, ზოგ შეიძლება ქონდეს 131 ლარი გადასახდე. მე არ ვიცი ახლა ეს ზუსტად, ეს უკვე თქვენ ხარჯ-აღრიცხვა პროექტის ავტორებთან ერთად და თბილგაზის სპეციალისტებთან ერთად დაითვალეთ. დიდი დიღომი კომუნისტების დროსაც კი არ იყო გაზიფიცირებული. ამიტომ ახალი ქსელის აშენება ბუნებრივია უფრო მეტ თანხებს ითხოვს, ვიდრე აშენებული აღდგენა. აღსანიშნავია, რომ თბილისობისათვის დიდ დიღომში კიდევ 2 კორპუსის მოსახლეობა მიიღებს ბუნებრივ აირს.
სტუდიაში შემოსულმა ზარებმა ჭავჭავაძის 75-ში მივიყვანა. ეს მცირე ტერიტორია გარშემო არსებული 5 კორპუსის ბავშვთა თავშესაქცევი ადგილია. ახლად გაყვანილი გაზის მილები საქანელის ფუნქციას ასრულებს. საინტერესოა, როგორ გადაურჩა ეს ბაღი ავტოფარეხებს. ამ ადგილზე იყო მშვენიერი მინდორი და ალვის ხეები. ნარჩენი აი აქ 1-2 სულ გადამხმარია და ის მინდორი ბუნებრივია მოისპო. ხომ აი ამ მაგიდებსაც ჩვენით ვაკეთებთ პერიოდულად ფიცრები და ბავშვებს პრაქტიკულად ამის გარდა სხვა სათამაშო ადგილი არ აქვს. ქალაქის ცენტრად, პრესტიჟულ უბნად წოდებულ ტერიტორიაზე ანტისანიტარია და გაუვალი პეიზაჟია. საინტერესოა, სად უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა. საკმაოდ ცენტრად ვითვლებით ახლა ჩვენ, მაინც ვაკის, მაგრამ მაინც ბოლო ვარ, ხო? ხო და რაღაც სიმკვრივე ხო უნდა იყოს ამ პარკების და ამ ხელა ტერიტორიაზე, რაც აქ მე მოვყევი, რამდენი კორპუსებია. ერთი პატარა ამ ფართობის სკვერი არ უნდა იყოს არქიტექტურულად ჩაფიქრებული. ვიტყობ რომ მოსახლეობამ ის გავაკეთეთ რო აქ გარაჟები არ არის. ეს თხოვნა ჩვენ გადავეცით ბატონ ზურაბ ადამიანს, რომელიც დაგვირდა, რომ თუ ტერიტორია ვარგისი აღმოჩნდება ნარგავების გაშენებისათვის, ეს ადგილი პატარა ბაღად გადაიქცევა. 23-267 გისმენთ თბილისის ჯერ. აღმოსავლური ორთაბრძოლა ძლიერად შემოიჭრა საქართველოში. ამ სპორტს მისდევენ როგორც მამაკაცები, ისევე ქალებიც. ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად კარატის ნაირსახეობა სულიერ წრთობასა და ნებისყოფას მოითხოვს. 5-7 ოქტომბერს პირველად საქართველოში ევროპის ჩემპიონატი მოეწყობა. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სემინარები. ჩამოსულია დაახლოებით 20 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი. გასაგები მიზეზების გამო რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე. ჩემპიონატი დაიწყება 5 ოქტომბერს, 5, 6, 7 საზეიმო გახსნა ჩატარდება 6 ოქტომბერს სპორტის სასახლეში 3 საათზე დაიწყება. შეძლების დაგვარად გაკეთებულია, რაც კი შეიძლებოდა ჩვენ ყველაფერი მოვახერხეთ. მე მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერიას პირადად, ესე იგი ბატონ გიას შერაძეს, ბატონ მუხრან მდივანს, რომლებმაც გააკეთეს მაქსიმუმი, რომ აი ეს ჩემპიონატი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარებული იყო. ორგანიზატორებმა შეიძინეს 4 იაპონური ტატამი, სხვა სპორტული ინვენტარი. სპონსორების დახმარებით ბევრი პრობლემა მოხსნილი იქნა. მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენი წლევანდელი ჩემპიონატი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების დონეს და წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობასა და ნდობას. ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე დედაქალაქის მერმა როგორც წესი რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა წამოწია. ცეკვებს ვერ გავექცევით. ეს სიმართლე უნდა იცოდეს დედაქალაქის მოსახლეობა, იმიტომ რომ პრივატიზაციიდან ჩვენ ტელეკომუნიკაციების პრივატიზაციას ვაპირებდით ქვეყანასთან ერთად, ასევე თბილგაზის პრივატიზაცია უნდა გახორციელებულიყო. ჯერჯერობით არც თბილგაზის პრივატიზაცია არ არის ბოლომდე მიყვანილი და ტელეკომის პრივატიზაციაზე ხოლმე სამწუხაროდ უკვე ზედმეტია. რაც შეეხება სესხებს, ჩვენ მიმდინარე წელს თბილისობას ისე ვატარებთ, რომ ჩვენ ერთი თეთრი ბანკებიდან სესხი არ აგვიღია. პირიქით, ჩვენ ფარავთ სესხებს, ისე რომ თქვენ გახსოვთ წინა თბილისობები, რომ ჩვენ 2-3 მილიონ ლარს ვიღებდით სესხს, რომ რაღაცნაირად თბილისობისათვის კარგი ობიექტები ჩაგვებარებინა და შეუძლებელი შეგვეძლო. ისე რომ ესეც ჩვენი საზრით წინ გადადგმული ნაბიჯია. თათბირზე დედაქალაქის მერი უკანონო მშენებლობების თემას შეეხო. კერძოდ კი ბელიაშვილის ქუჩაზე ეგრეთ წოდებული ავტომანქანების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტს. როგორც გაირკვა მის მფლობელებს, შპს-ის მშენებლობის ნებართვა არ აქვს. ბელიაშვილის ქუჩაზე არის უმსგავსოება დღეს, თამამად შეიძლება ითქვას. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია მაქვს მხედველობაში, სადაც ავტომანქანების ვაჭრობაა შაბათ-კვირას და დღესვე ავშენ ინსპექციამ, არქიტექტურამ გამგეობასთან ერთად ნახეთ და შეაჩერეთ და პროექტი შეგვითანხმონ. იქნება მისაღები პროექტი, მერე გავაგრძელებთ ამ სამუშაოებს. იქნა აღრიცხული ეს ტერიტორია და დაჯერიმებული იქნა 3000 ლარით. როგორც უკანონო და უპროექტო. მათ განაცხადეს, რომ პროექტი აქვს შეტანილი არქიტექტურის დეპარტამენტში, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენამდე ეს პროექტი არ არის მოსული. კორექტირებაზეა საუბარი. ისინი თავიანთ ტერიტორიაზე ეტევიან, მაგრამ საჭიროებს ეს მშენებლობა და ამტკიცებულ პროექტს ქალაქის მთავარი არქიტექტურის მიერ. მიმდინარეობდა მშენებლობა ჩვენს მიერ შეტყობინებები გაგზავნილია დიდუბეთ-ჩუღურეთის გამგეობაში და დიდუბეთ-ჩუღურეთის პოლიციაში. ალბათ უახლოეს დღეებში გაირკვევა ამ პროექტის ბედი. კიდევ ერთი თემა, რომელსაც დედაქალაქის მერი შეეხო, გახლდათ ქალაქის გამწვანება. ქალაქის გამწვანება აკლია
იქ სკვერების გამწვანება, ბაღების გამწვანება, პარკების გამწვანება და რუსთაველის გამზირი და ცენტრალური მაგისტრალების გამწვანება აუცილებელია და ეს გამწვანების სამსახურმა კონტროლზე უნდა აიყვანოს. იმის გასაგებად, თუ რა კეთდება ქალაქის გამწვანება კეთილმოწყობისათვის თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტს მიმართეთ. როგორც გაირკვა, თბილისობისთვის ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და რამდენიმე სკვერში ახალი ნერგები დაირგება. საერთოდ საშემოდგომო რგები როცა იქნება, რამდენიმე 1000 ნერგი დაირგვება, მაგრამ თბილისობასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება აი რამდენიმე მიმართულება გაკეთებული. ეს იქნება, როგორც გითხარით, დედაქალაქის შუაგულში ეს შადრეუნის რეკონსტრუქცია და მისი გამწვანება ეს ერთი, ასევე იქნება აუცილებლად კიკვიძის სახელობის ბაღის გამწვანება და მთლიანად რეკონსტრუქცია, როგორც გარედან იერსახის, ისე შიგნით. შემდეგ იქნება ვაკეში ეკლესიის მიმდებარე სკვერის აღდგენა და საპატრიარქოს მიმდებარედ სკვერის აღდგენა და ასევე იქნება ჭავჭავაძესა და რუსთაველის გამზირზე მომენტები, გარკვეული აიმეების იქ ესე იგი რესტავრაცია და გამწვანება. მალე ბუდაპეშტის ქუჩაზე ძველი დანგრეული შენობის ნაცვლად ახალი თეატრი დაიდებს ბინას. 450 მაყურებელზე გათვალისწინებული თანამედროვე დონის თეატრში ლამაზი სცენა სხვადასხვა მიმართულებით იმოძრავებს. ყოველივე ამას დავით ანდღულაძე მეგობრებთან ერთად და ქალაქის მერიის დახმარებით აშენებს. თეატრის სახელი ჯერჯერობით საიდუმლოა. დანგრევებში აღმოჩენილი ერთი ისტორიული ნივთის არსებობა ჩვენ მაინც დავაფიქსირებთ. Экстерьеру ударный труд нашему народу. ჩვენ სიმაღლეს ვსებდებით. დიდი დიღმის ტერიტორიაზე რაგბის ორი მოედანი შენდება, რომელიც დაახლოებით 5000 მაყურებელს უმასპინძლებს. გეგმიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. ძირითადი საინვესტიციო ფონდი სიფია. ქალაქის მერია აქაც იღებს მონაწილეობას და საწყის სამუშაოებს თავის თავზე იღებს. გათვალისწინებულია დიდი სერიოზული კომპლექსის მშენებლობა, რაც მოსახლეობის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ქალაქის მერი და შესაბამისი სამსახურები სამშაბათ დღეს კვლავ დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. პირველი ობიექტი ლისის ტბა იყო. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ბუნებრივი წყალსატევია, რომელიც იკვებება ძირითადად ატმოსფერული ნალექებით და გრუნტის წყლებით, რომელიც სამწუხაროდ მოსახლეობამ თვითნებურად აითვისა. ამას დაემატა გლობალური დათბობაც. ყველაფერმა ამან კი ლისის ტბის დაშრობა გამოიწვია. გასაყვანი არის კილომეტრნახევრიანი მილი და საკაჩით სატუმის სადგურით მოხდება ამ წყლის გადაკაჩვა ლისის ტბაში. 35000 ლარის ფარგლებში მერიამ უკვე დაგვაფინანსა. გამოყოფილი აქვს უკვე და ეტაპობრივად გვაწვდიან. დანარჩენი რაც შეეხება ელექტროენერგიის ხარჯებს და შემეგაშენებით ჩვენც ალბათ ნაწილობრივ ჩვენც მივიღეთ რა თქმა უნდა მონაწილეობა. ადგილზე მისულებმა გავარკვიეთ, რომ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში არის მშენებარე კოოპერატიული ბინები, რომელიც 10 წელია რაც დაკონსერვდა. ერთ-ერთ ასეთ კორპუსს ქალაქის მერიის დახმარებით გადახურვა გაუკეთდება. ორი წლის მანძილზე ჩვენ ორი საცხოვრებელი სახლი გადავეცეთ ექსპლუატაციაში, ერთი გლდანში, მეორე დიდიღომში. აი წელს სამი საცხოვრებელი სახლი გვინდა გადავცეთ კიდევ ექსპლუატაციაში კოოპერატიული და აი აქ უკვე ხალხი ცხოვრობს პირველ სართულზე, მეორე სართულზე და მე მგონია რომ მოვაცრებ თბილისობისათვის გადახურვა უკვე მთლიანად დამთავრებულია. ახლა კომუნიკაციები გვჭირდება რომ გავიყვანოთ და მერე უკვე შიდა სამუშაოებს ალბათ თვითონ მეპატრონეები მოულიან და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდ პრობლემას გადაუწყვეტავს. სადღაც 40-მდე ოჯახს დავაკმაყოფილებთ მარტო აი ამ მიკრორაიონში. როგორ უნდა მართო? როგორ უნდა მართო და რა ხელში შენ გიგავე სასაკით მოძე ვიკითო მე რა გიგავ. როგორ უნდა გავაკეთო? მოწევა აღუს ორივე ესეთნაირად და გაჩერდება. ჩვენი დრო სულ ცოტა ხნით თბილისის იპოდრომზე შეჩერდება და იმ კონტურებს მოხაზავს, რომელსაც აქ ბინადარი ცხოველები და მომუშავე ადამიანები ქმნიან. საცხენოსნო შეჯიბრებები ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სამამულო ომის შემდეგ 47 წლიდან იმართებოდა. ოფიციალურად კი იპოდრომი 1954 წელს გაიხსნა. მანამდე ის დიდუბეში მდებარეობდა და რუსეთის იმპერიაში თავისი დიდით მეორე იყო. ამჟამად იპოდრომზე 160-მდე ცხენია, რომლებიც ყულარის ცხენსაშენიდან ჩამოყავთ. ტერიტორიაზე მანქანით შესვლა აკრძალულია. გაჩვენს ფეხით გაუყევით თავლებისაკენ. დიდი თხოვნის მიუხედავად ვერაფრით მოვახერხეთ შეგვეხედა იმ საჯინიბოებში, სადაც ცნობილი ადამიანების ცხენებია მოთავსებული. სამაგიეროდ საქართველოს ჩემპიონი ცხენის სანთელი გავიცანით და მის მწვრთნელთან გასაუბრებაც მოვახერხეთ. მომაცადინებდი, დილით ადრე გავდივარ და ვამზადებ დოგისათვის. ძველი როგორა, უნდა ყველანაირად უნდა სულწყო, ხელი გუგო უნდა. როგორც ვატყობ ძალაც უნდა. აბა უძალო, გაგაკეთება, უბა. 4 შეჯიბრი გამოვედი ამ ცხენით 4-ვე მოვიკე. არ წამიგია. ცხენი თვითონ თუ
კი. მოგება მხედარზეა დამოკიდებული თუ ცხენს? ორივეზე. აქ სეზონი მაისიდან იწყება. მანამდე კი ყველა ცხენი მხედართან ერთად საცხენოსნო შეჯიბრისათვის ემზადება. ბატონი შოთა მახარაძის საჯინიბოში კი სწორედ ის ცხენებია თავმოყრილი, რომლებზეც ყველაზე დიდი იმედს ამყარებენ. მათრახის გამოყენება გიწე? ჩვენ ცხენებს მანდამენ ჩაგვიწევს. აი ესეთნაირად მაცადინო ჩემი ბიჭები, ჩემი სოცმენები, რომ ისვიათად რომ მაგას მუძიოს და კარგი ცხენიო ბაბუას ვერ მახარხმაიცო და მართლაც არ დაიწყავსო ის მართალი. ბატონი შოთა 6 წლის იყო პირველად ცხენზე რომ დაჯდა. 12 წლიდან კი აქტიურადაა ცხენოსნობით დაკავებული. იგი ჩოხატაურის საცხენოსნო ბაზაზე წვრთნიდა ცხენებს და მეორე წელია რაც თბილისის იპოდრომზე საქმიანობს. შეეცოვჩი თო ყველაფერს დაგამიწევს იმდენი. ეხლა ამ ფიზიკაცია და მე უცხენოთ შედები და იმიზევა რა კანი და რა მინდა ახლა გან მე დაგავენ ავატყოფი ბოქშები რომელიც საფეხზე გარება უდის კიკბელები ატყობს მარი თავარნილი ვაფშე ინვალიდები და აგერ სპეციალური არის მაგის კლუბი ეს სპორტია რა ცხენოსნობაზე უკეთეს მით უმეტეს ქალის ვარჯიშობენ ქალები ფერი ქალები ვარჯიშობენ შეხედა კვალის ვერ ვაწილე უსამკრუბედებოდი ხეს უმუყურეთ ქალის აწევს აბა ამბობენ ფეხებისთვის არ ვარ გავა რომელ ფეხების ასო ფეხებით ვაკა მოკლედარული ქალს იმას ვერ გუწევს ვერ ხმარი და ვერ ეკაცი ვიზია თუ სწორი ფეხია კაფეაუდი და მოგუნდა ცხენი ვერ გასწორ და პირიქით ღუნავს ამ არა ასე მიგიცხა ბაბუა აი არასწორი ეს ცხენი ბატონ შოთას არც ისე დიდი ხნის წინ უყიდია დასუსტებული ცხენი ზოოპარკში მიყავდათ გასაყიდად შესწოდებია ბატონ შოთას და ის ხორცის ფასად უყიდია შემდეგ კი მისმა ხელმა და მოვლა პატრონობამ ფეხზეც კი დააყენა აფასე მაით ვერა მეტი დამაფასე არ შევაჯავები აფცეცებს დღეს კი ჩემსავით ახალბედები სასეირნოს სწორედ ბატონი შოთას ცხენით დადიან. ისე კი იპოდრომი თითქმის ცარიელია. არავის აქვს იმის საშუალება რომ ცხენი შეინახოს. ამიტომ მოყვარულებიც ბევრნი არ არიან. წამოსვლისას ერთი თხოვნა გამოგვაყოლა ბატონმა შოთამ. იქნებ სახელმწიფომ ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს ამ სპორტსო. 23:03:67 გისმენთ თბილისის დროით. ყურადღება, თუ დედაქალაქის პრობლემები თქვენი პრობლემებია. TBC-TV სტუდია გასძლევთ ჩანს რომ ელაპარაკოთ ქალაქის მერიას, გამგებლებს, საკრებულოს. დაუსვათ მათ ნებისმიერი შეკითხვა და მოითხოვოთ პასუხი TBC-TV-ს გადაცემაში თბილისის დროით. ვიცხოვროთ, ვიფიქროთ თბილისის დროით.